მშვიდობა მეგობრებო, ესე იგი დღეს წავიკითხავ თამარ მეფის მიმართ მიძღვნილ ლექსს ორი მოყმის მიერ. ალბათ ხალხურია, ან შეიძლება მართლაც იმ ორ მოყმემ დაწერა, რომელმაც თამარ მეფის განდობილები იყვნენ და მე ვიტყვი რაღაც ჩემს სათქმელს ერთ პატარა მონაკვეთს თამარ მეფის აკლდამის მიმართ. იგი გენადი გვილავამ გამიზიარა ასეთი ლექსი, რომელიც მე პირველად წავიკითხე და გავოცდი. იქა დამამარხეთ, სადაც ღვთის სიტყვით ვიძებნებოდე და ღვთის სიტყვისგან აღთქმული ოქროს კუბოში ვწვებოდე. გამომვლელ ამ ქვეყნად ერთმანეთს ეკითხებოდეს, ძებნიდეს ცხედარს თამარის, მაგრამ ვეღარ აპოვებდეს. აღთქმულ სიტყვისგან ცხედარსა ღვთის სიტყვა ყველგან გშველოდეს, სარდაფის კართან შემდგარნი მხოლოდ სიტყვისგან წვდებოდეთ და დასაწყისი დროთაგან თამარის საქმე ხმებოდეს და შესასვლელი კარისგან სიტყვა შენ გეუბნებოდეს და შესასვლელი კარისგანერსაცა ვენახებოდე და გასასვლელი კარისგან ვისგან ვარ მე დავწვებოდე და ზედ დაწერილ სიტყვებსა მოსახმობს საქმით ვჩნდებოდე, მიხილონ ქალი თამარი, ვინც ღმერთსა ევედრებოდეთ. აქა მარხია ქალი თამარი, სიტყვისგან თქმული და ვინც აქ არის, ვინც მე მპოვა და ღმერთს დაუმოწმა, ეს არის სიტყვა ვინ არის. ეს არის იმ ორი მოყმის მიერ დაწერილი ლექსი, მეგობრებო, რომელიც თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ და ფაქტია, რომ პარალიზებულია სრულიად ერი, ან როგორ ფარისევლობდა, რომ ვითომ ძალიან უნდოდა თამარ მეფის აკლდამა, ხომ? აი ეს ჩემი შექმნილი პოსტი არის, რომელიც ცოტა ხნის წინ დავწერე და მატრაკვეცა ერი ვართ რა. აი ეს ხალხი იცინის ამ საკითხზე. და პარალიზებული ერი, ან ფარისეველი ერი თვითონ, ხო? ჩემთვის უკვე ნათელია, რომ ძალიან ცუდ დღეშია. მე ისიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შიში წამოვიდა ზოგიერთი შიშარა ვირთხის მიერ, რომ რა დროს ჯერ თამარის საფლავის გახსნა არის, თამარი არ მოგვპარონ, თამარ ქალი არ მოგტაცონ, თამარი არ მოგვიკლან, ბლა ბლა ბლა. მინდა გითხრათ, რომ ეს იმ შურიანი ადამიანების გამოძახილია, რომელ შურიან ადამიანებსაც პირადში წერდნენ, რომ შენ თამარი ხარ და თამარის აკლდამა აქ არის, თამარის აკლდამა იქ არის, თამარის აკლდამა იქ არის და ყველა ამ თამარის აკლდამასა და ამ ინფორმაციებს ისე ინახავდა, რომ ალბათ შვილთაშვილებისთვის და ხალხი ფეხზე ეკიდა ხალხო. მართლა გეუბნებით. იცით რა მითხრეს ერთ შეხვედრაზე? იქნებ ჯერ ადრე იყო ამ ყველაფრის გამჟღავნებაო. და იცით ჩემი პასუხი რა იყო? ჯერ ადრე რო ყოფილიყო, ეს წერილი ჩემთან არ მომივიდოდა და როცა დრო იქნებოდა, მაშინ მომივიდოდა. ესე იგი, როცა დრო იყო, მაშინ მომივიდა და როცა დრო იყო, მაშინ გავაჟღერე. მე არა ვარ ის ტიპი ადამიანი, რომელსაც ტალანტი მიეცემა და მიწაში ჩაფლავს. ანაც დააჯდება ზედ კრუხივით და გამოჩეკვას ელოდება. არა, მეგობრებო, მე ის ადამიანი ვარ, რასაც ღმერთი აძლევს, იმას ამრავლებს და ვინ არის ნამრავლი თუ არა თქვენ? მე არც იმის მეშინია, რომ თამარ მეფეს თურმე ისეთი გეგმა ქონია, რომ ჩემთან როცა მოიტანა ეს წერილი 800 წლის დამალული, იმიტომ მოიტანა, რომ მე ეს შემენახა კვლავ შემომედო თაროზე. არ მეშინია მაგის, რომ თამარ მეფეს ისეთი გეგმა აქვს და ისეთი გეგმა ქონდა, რომ ამას კაციშვილი ვერ გაიგებს, სანამ მისის აკლდამა არ გაიხსნება. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, როგორც თამარ მეფემ თქვა, ის ვინც მიპოვის, ის არის სიტყვაო და ვინც სიტყვა არის და ვისაც სიტყვის არსი ესმის, ალბათ იმასთან მივიდა
და უკვე ჩათვალეთ, რომ გახსნილია თამარ მეფის აკლდამა და არ გეგონოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეცდებიან აი ამ ინფორმაციის მოპარვას ან გაყალბებას, ისინი იქნებიან სიტყვები. ვერც ერთი სულიწმინდის გარდა იმ საკითხს ვერ გახსნის, რომელი საკითხით სულიწმინდამ დააბოქლომა. ვერ გახსნის. მას გახსნის მხოლოდ სიტყვა და ცრუ სიტყვა მას ვერ გახსნის, მეგობრებო. დარწმუნებული ყავით ამაში და როდესაც ეს სიტყვა გაიხსნება, როდესაც სიტყვა მივა სიტყვასთან, მაშინ დაიწყება გაბრწყინება. თუმცა გაბრწყინება ვერ დაიწყება, სანამ კაცობრიობა ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობს, ეხლა ოქროებს ვიპოვითო? თამარ მეფის აკლდამაზეა გახსნა, აკლდამაზეა საკითხი და ვიღაცები ჯერ კიდევ ოქროებს დასდევენ, ხალხო. სანამ კაცობრიობა ჯერ კიდევ ამ დღეშია, რომ თამარ მეფის აკლდამის გახსნაში მხოლოდ ოქროებს ხედავს, სიტყვა არ გააპობს კლდეს. სანამ არ მოხდება ჩვენი ტრანსცენდენცია და არ გავალთ ამ ჩარჩოებიდან და არ მოვშორდებით ამ მატერიალურ მხარეს, სადაც არის ოქრო და ვერცხლი მხოლოდ დავანებული და ოქრო და ვერცხლზე უფრო მეტი რამ, რომ შეიძლება არსებობდეს და ეს არის სიტყვა და აღდგომა და სიცოცხლე მრავალჟამიერი. სანამ ადამიანი სიცოცხლეზე მეტად ჯერ კიდევ ოქროს აფასებს, სიტყვა ვერ გააპობს კლდეს. ამიტომაც დაუღია პირი აი ამდენ ადამიანს და სიცილადაც არ ყოფნის ეს საკითხი, რომელიც საკითხიც 800 წლის მანძილზე, 8 საუკუნის განმავლობაში კაცობრიობას თავად უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესაც კი არ გაუცხადდა. რატო ნეტა? განაუწმინდესზე და უნეტარესზე უფრო მეტი წმინდა სიტყვა ვიღა არის, რომ იქ მივიდეს? არსებობს უბრალოებები, რომლებიც $800 ფეხსაცმელებსა და შავმინიან ჯიპებით არ დადიან. ისინი უბრალოდ დადიან ჯიმნით და უბრალოდ ცხოვრობენ. დიახ. თურმე ჭეშმარიტი სიტყვა უბრალოებაშია და არა $800 ფეხსაცმელებში და შავმინიან რამდენიმე $1000 ჯიპებში. მინდა ისიც გითხრათ, რომ რამდენიმე ადამიანმა გააჟღერა ილიას იმედი ვისაც აქვს, მე არ შემოუერთდებიო. და ამასაც გეტყვით, რომ როდესაც სიტყვა იგივე სული წმინდა, რომლისგანაც ყოველივე გამოდის და რომელსაც ყოველივე ექვემდებარება, მათ შორის ის ილიაც, რომელმაც ძალიან ბევრი ცოდა და ძალიან ბევრი უკუღმა თუ წაღმა აკეთა, ისიც სული წმინდის ნაწილია. და ვინც სული წმინდას ეწინააღმდეგება, ის თავის თავს ეწინააღმდეგება. და ვინც ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც სატანას ეწინააღმდეგება, ის თავის თავს ეწინააღმდეგება. რამე თუ სატანა სული წმინდის ქმნილებაა და სული წმინდამ სატანა არ გაიმეტა იმისათვის, რომ მოეკლა. თუ ვერ დაასწრებდით მის განადგურებას, თუ თქვენ დაასწრებდით მის განადგურებას, რას ფიქრობთ? თქვენ გინდათ მითხრათ, რომ სატანა, რომელიც სული წმინდამ არ გაიმეტა მოსაკლავად, თქვენ დაასწრებთ სული წმინდას სატანის მოკლას? სატანა, რომელიც ასევე ბრმა და ბნელი სული წმინდის წიაღში, სწორედ სული წმინდის ქმნილებაა, რომელიც ცდილობს, რომ ამ სატანაში შეიტანოს სინათლე ინანას მეშვეობით. რა ინანა ნეტავ ილიამ? რამე ინანა? ინანა იცით თქვენ ალბათ ერთ-ერთი ჰიპოსტაზი, ერთ-ერთი არქეტიპი სული წმინდისა, რომელიც დედა ღვთაებაა და რომელიც მოიპოვებს უკვდავებას. ინანა სინანულია, რომელიც ადამიანში შედის და შეაქვს სინათლე, რომელიც სინათლეს ჩვენ
პატარა ნაპერწკლების სახით დაგვაქვს და რომელ ნაპერწკალშიც აინთება და აგიზგიზდება ეს სინათლე და რომელიც გამოჩნდება და რომელშიც ნაყოფს გამოიღებს, სწორედ ის სინათლე იქნება ის სიტყვა, რომელიც მივა კართან, რომელიც ქალიც არის მიწათა სავანეში დავანებული, თაფლში ჩადებული და მას რომ თამარ მეფე ჰქვია. თქვენ იცით, რომ ინანა ცხოვრობს მიწის ქვეშ და ის მითები, რომლებიც არის ტიამატის თუ თიამათის სახელით თქმული, ის მითები, რომლებიც მიწის ქვეშეთში მყოფი დედა დავანებულია, ხომ არ უკავშირდება ნეტას სწორედ ამ თქმულებას, რომელიც თამარ მეფეზეა ნათქვამი? ვინც მე მიპოვა და ღმერთს დაუმოწმა, ეს არის სიტყვა ვინც არის, ორი მოყმე. აქა მარხია ქალი თამარი სიტყვისგან თქმული და ვინც აქ არის, ვინც მე მიპოვა და ღმერთს დაუმოწმა, ეს არის სიტყვა ვინც არის. ნეტა ვინ იპოვა თამარი? არ მითხრათ ეხლა, რომ ვინმე პირველმა იპოვა თამარი გარდა სიტყვისა. ბევრმა ეძება, მაგრამ სიტყვა არ მივიდა მასთან. რამე თუ მასში არ არის სიტყვა, რამე თუ იგი სიტყვებს პატივს არ სცემს. ვინ? ის, ვინც იქ მივიდა და ვერ ნახა შესასვლელი. და იქ ვინც მივიდა და ნახა შესასვლელი, ის არის სიტყვა და ამ სიტყვას ვერც სიბნელე და ვერც სატანა გადაუდგება წინ. ომი მოგებულია, მეგობრებო, მაგრამ ომი მოგებულია მხოლოდ ერთ ადამიანში და ერთი ადამიანით. სხვები ჯერ მძინარე მდგომარეობაში არიან და ზოგი დაღრეჯილობას შეუპყრია, ზოგი შიშს, ზოგი ირონიას, ზოგი სიზარმაცეს, ზოგი უნდობლობას და 1000 გვარი ხრიკები არსებობს იმისათვის, რომ სიტყვას დაგაშოროს. და სწორედაც ვინც ვერ დაშორდა სიტყვას, ის მივიდა სიტყვასთან. მსგავსი იზიდავს მსგავს. ამ ქალბატონის ქმნილებაა ის სიტყვა, რომელიც ჩვენ დღემდე განძად გვიდევს მიწითა ქვეშეთის სამყაროში. მაგრამ ეს განძი მხოლოდ მათია, ვინც სიტყვას შეუერთდება და ვინც სიტყვას შეუერთდა. ეს არის ბურდუხანი, თამარ მეფის დედა, ძალიან გონიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმე ენას ერთად ფლობდა და მისი ქმნილებაა სწორედაც თამარ მეფე. გონიერი და სიტყვის მატარებელი. ასე უწოდებდნენ თამარს. მან თქვა, ღმერთმა თქვა. რამე თუ მისი სიტყვა გავარდებოდა ხოლმე მეხივით და ყველას ეშინოდა თამარ მეფის სიტყვის. სხვათა შორის სიტყვის ძალის, ვისაც ესმის და ვინც ირწმუნა, ესე ნაკლებად დაიღრიჭება.
ნახეთ ეს ფილმი. ყველაფერი ყველგან ერთში. ნახეთ ეს ფილმი. და თუ ნახეთ რა გაიგეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი. ახლა ჩვენ თამარის აკლდამაზე გახსნის საკითხი, სად აქვს მაგისთვის ზამთარი მოდის და კონსერვები უნდა გავაკეთოთ. ზამთრისთვის სანოვაგე მოვამზადოთ და სამსახურში ბევრი ვიშრომოთ, რომ ფული არ გამოგველიოს. ახლა ჩვენ თამარის აკლდამისთვის სად აქვს ცალია. რა დროს თამარის აკლდამაა? სახლი მაქვს დასალაგებელი და ეზო მაქვს დასახვედი. ახლა მე თამარისთვის ცალია. შვილები მყავს გასაზრდელი და სკოლაში მყავს წასაყვანი. ახლა მე თამარისთვის არ მცალია, არჩევნები მოდის და ის პარტია უნდა ავირჩიო, ვინც გადამარჩენს. ახლა მე თამარისთვის სადამცალია. ილია მეორეს სულის ძვრება ძლივს დგას, თუ ზის, თუ წევს. ახლა მე თამარისთვის მცალია. სახლი დამენგრა თავზე, უნდა შევარემონტო. ახლა მე თამარისთვის მცალია, მანქანა მაქვს გასაკეთებელი. ფეხსაცმელები მაქვს საყიდი და ტანსაცმელი შემომეხია ტანზე. ახლა მე თამარისთვის მცალია. რა მიყვანს სვანეთში, იმხელა გზაზე მიხვეულ მოხვეულებზე და ვერც გადავფრინდები, იმიტომ რომ ფრენის მეშინია. ახლა მე თამარისთვის მცალია. ხალხი მყავს შესაგროვი მიტინგზე გასაყვანი. ახლა მე თამარისთვის მცალია. რაღაც თემებზე მაქვს სამუშაო და უნდა დავწერო ხვალამდე ჩავაბარო. ახლა მე თამარისთვის მცალია. შეხვედრაზე მივდივარ და ახლა მე თამარისთვის მცალია. ავადავარ, სახში ვდგავარ და ვდევარ, ვზივარ, წევარ. ახლა მე თამარისთვის მცალია. ეს ფრაზები მეგობრებო და ამაზე კიდე გაცილებით მეტი ფრაზა გვაშორებს ჩვენ სიტყვას, რომელიც დაგვიტოვა ღმერთმა, თავად სულიწმინდამ და ვისაც სცალია. ის კი მივიდა თამარ მეფის აკლდამასთან. აი ასია ჩვენი დღე. სრულიად პარალიზებულია საქართველოს მოსახლეობა. საქართველო აივსო უცხოელთა ტომებით. აივსო და გაივსო ურიათა წარმომადგენელთა ჯგუფებით, რომელიც ზღვასავი შემოედინებიან და გაედინებიან საქართველოში და საქართველოდან. და ზოგნი შემოედინებიან და აღარ გაედინებიან. და ზოგნი შემოედინებიან და ბევრ რამეს ანადგურებენ. ზოგნი შემოედინებიან და გააქვთ უამრავი განძი. მსოფლიო მასშტაბით მასონთა წარმომადგენლობა დაეძებს თამარის აკლდამას და ეს ამბავი პირველად ღმერთმა და თამარმა ხალხს განუცხადა, რადგან ჯერ კიდევ იმის იმედი ჰქონდა, რომ ხალხი კიდევ არსებობს საქართველოში, მაგრამ დარწმუნდა, რომ ხალხი აღარ არის საქართველოში. აღარც თამარის საძმოა და აღარც თამარისიანები. ასე რომ მეგობრებო, ნუ დაგსხდებათ გული, თუ კი თქვენ
ვერ იხილავთ თამარს. კარგად მეგობრებო.